მოგესალმებით მეგობრებო, გუშინ წინ ჩინეთში გაიმართა მასშტაბური სამხედრო აღლუმი, რომელიც მიძღვნილი იყო 80 წლის თავს მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებასა და იაპონიასთან მოპოვებული ტრიუმფის შემდგომ, სადაც მიწვეული იყვნენ მსოფლიოს ლიდერების და მსოფლიოს სახელმწიფოების დაახლოებით 26-ზე მეტი წარმომადგენელი, მათ შორის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, ჩრდილოეთ კორეის დიქტატორი კიმ ჩენ ინი, ირანის წარმომადგენლობა და ბევრი ქვეყნები, სადაც ჩინეთმა ანახა მსოფლიოს ახალი, ესე ვთქვათ, სამხედრო შეიარაღება, ახალი ბალისტიკური რაკეტები და ჩემი ყურადღება და არა მარტო ჩემი, მათ შორის დასავლური მედიის ყურადღება მიიქცია წარმოდგენილმა, ანუ მათ შეიარაღებაში წარმოდგენილმა ახალმა რობოტებმა, რომელიც გამოყენებული, ანუ არსებობის ისტორიაში პირველად იყო სამხედრო აღლუმში. ამას მე თქვენ განახებთ, ამ ყველაფერს ძალიან საინტერესო მოვლენა იყო, ამაზე რეაქცია დონალდ ტრამპსაც ჰქონდა. გარკვეული რეაქცია ევროპელებმაც წარმოადგინეს და რაღაც საინტერესო მოვლენები მოხდა. მოკლედ მეგობრებო, დღეს ვაპირებთ ჩვენ ამის შესახებ საუბარს, ზოგადად რა ძალა აქვს და რა შესაძლებლობები თანამედროვე ჩინეთს, რამდენად არის ის, ესე ვთქვათ, მსოფლიოში აღმავალი ახალი, ესე ვთქვათ, პოლუსი, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი ქვეყანა მოწყვიტოს საკუთარი სატელიტიდან და ძალიან საინტერესო მომენტებზე უნდა ვისაუბროთ, ასე რომ დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი, ასევე გამოყევით ახალ ჩემს Instagram-ზე, რომლის ლინკი აღწერა შემითითებული. შეგიძლიათ არხის განვითარებისთვის დონაცია გააკეთოთ და გაუზიაროთ ეს ვიდეო მეგობრებს. მოდი ახლა ჩვენ შევაფასოთ აი ეს აღლუმი, სამხედრო აღლუმი, რომელიც სი ძინპინმა უმასპინძლა პეკინში 80 წლის თავს იაპონიასთან ომის გამარჯვების შემდგომ. ნუ ეს ჩინელებისთვის დამახასიათებელი სიმეტრიულობა და სხვადასხვა გუშინ სხვადასხვა მედია აქვეყნებდა ინფორმაციას, რომ რამდენად სიმეტრიულად წყობრში გადაადგილდებოდნენ ჯარისკაცები სამხედრო აღლუმის დროს. განახებთ ამასაც. ახლა დააკვირდით. ეს AI გეგონებათ, ხელოვნური ინტელექტი გეგონებათ, რო არ იცოდეთ, რომ ეს რეალობა სინამდვილე არის. ეს არის ძალიან მკაცრი დისციპლინა, რაც ზოგადად აზიელებს ახასიათებთ. 习近平主席和应邀 აი თქვენ ხედავთ აგერ ვლადიმერ პუტინის ხელმარცხნივ შუაში სი ძინპინს, ჩინეთის სახალხო იმის ლიდერს და მარჯვნივ კიმ ჩენ ინს. ნუ აქ ასევე ირანის წარმომადგენლობა იმყოფებოდა, აგერ ხედავთ ჩვენ პუტინისა და სი ძინპინის შორის, უკარა მესამე ფლანგზე ეს ირანის წარმომადგენელია. 出席纪念大会的外方嘉宾，正沿着 სხვათა შორის ის იყო საინტერესო, რომ მას რა ქვია, კიმ ჩენ ინს გონდა წაღებული საკუთარი ტუალეტი. ანუ ჩვეულებრივად საკუთარი ლოგისტიკური ტუალეტი ქონდა წაღებული, იმისათვის რომ თუ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სადმე მოისაქმებდა, მის ფეკალიებსაც კი წმენდნენ, რომ ვიღაცას არ აიღო მისი დნმ-ის რამე სტრუქტურა. თქვენ ხა წარმოგიდგენიათ შიზოფრენიის რა გამოვლინებასთან გვაქვს საქმე? ანუ აქ ხა მაოცედინი არის შუაში. და ეს არის ახალი რაკეტები. ხა მე მინდა აიბაზე ყურადღება გამომახვილო მეგობრებო. ეხლა მე განახებ, წაგიკითხავთ კონკრეტულად. ცნობისთვის იაპონიის წინააღმდეგ ომში გამარჯვების 80 წლის თავის აღსანიშნავად პეკინში გამართულ მასშტაბურ სამხედრო აღლუმზე 26-ზე მეტი სახელმწიფოს მეთაურები დაესწრნენ. აღლუმში ათასობით ჯარისკაცი მონაწილეობდა. BBC-ის ცნობით ჩინეთმა ახალი იარაღი წარადგინა, მათ შორის ლაზერული იარაღი, ეგ პირველი, ბირთვული ბალისტიკური რაკეტები და გიგანტური წყალქვეშა დრონები. და მათ შორის ახლა ძალიან საინტერესო პირველად რაც გაიგეს, ახლა ჯაშუშებისგან დამოუკიდებლად ჩვენ რა ინფორმაციას გვაქვს, ეს არის კონტინენტაშორისი რადიუსი წყალქვეშა ბალისტიკური რაკეტა, ანუ სერიული ნომრი JL-3, სახმელეთო ბაზირების ინტერკონტინენტაშორისო ბალისტიკური რაკეტის ახალი ვერსია DF-31, წყალქვეშა დრონი და ლაზერული იარაღი IGX-00, ეს საერთოდ ახალი, აი next გენერაცია, მეგობრებო, სამხედრო თანამედროვე ტექნოლოგიებში. ახალი კონტინენტაშორისო ბალისტიკური რაკეტა, რომლის მოქმედების რადიუსი მთელ პლანეტას მოიცავს, ეს არის DF-5C და საჰაერო ბალისტიკური რაკეტები. ნუ მაგრამ მაგის გარდა ეხა ნუ ეს მთავარია, ნუ ეხა ჩინეთი რომ იძინებული ძალა არის და ჩინეთი რომ არის მზარდი, ესე ვთქვა, ტექნოლოგიური სახელმწიფო, რომელიც სადღაც მომავალში 100 წელი წინ ცხოვრობს. ამაზე სხვათა შორის ერთი ვიდეო მაქვს გადაღებული, მაგრამ მე შემდგომ ვიდეოში კიდე ან იმის შემდგომ მე გადავიღებ ზოგადად ჩინეთის დღევანდელი რეალობა, აი ხვანზოში რა ხდება, პეკინში რა ხდება. ანუ ეს ყველაფერი ჩვენ უნდა ვიცოდეთ, მეგობრებო. იმიტომ რომ რეალურად აი ძალიან საინტერესო მომენტი რა არის, იცით? აი ხომ მე თქვენ წაგეკითხავთ. ერთი წამით. აი ნახეთ სი ძინპინის ეს განცხადება მინდა თქვენ წაგეკითხოთ.
სი ძინპინის სამხედრო აღლუმზე სიტყვით გამოდივიდა და განაცხადა, რომ ჩინელმა ხალხმა უზარმაზარი ეროვნული მსხვერპლი გაიღო და ადამიანური ცივილიზაციის გადასარჩენად. შეუჩერებელი ჩინეთს ვერაზრო შეაჩერებენ მოძალადეები და ყოველთვის წინ წავამ. ისტორია გვაფრთხილებს, რომ კაცობრიობა ერთად აღზევდება, ან ერთად ეცემა, აღნიშნა სი ძინპინმა. აქ რაზეა, მეგობრებო, რაზე უნდა გავამახვილოთ ჩვენ ყურადღება. ჩინეთი არ მონაწილეობს ახლა არც ერთ სამხედრო კონფლიქტში, საერთოდ. ჩინეთი აი ზვერავს აბსოლუტურად ყველაფერს. ნუ იქ მუსკულებს ათამაშებს რუსეთი, მუსკულებს ათამაშებს შეერთებული შტატები და სხვადასხვა სახელმწიფო. ჩინეთი არცად არ მონაწილეობს. კონსტიტუციურად რისი უფლებაც აქვს, რომ მან პირდაპირ სამხედრო ოპერაცია დაიწყოს და ტაივანი შეიერთოს, რისი კონსტიტუციური უფლება მას აქვს, მასაც არ აკეთებს შერჯერობით, რაც კიდევ ერთხელ გვაფიქრებს, რომ მიძინებული ძალა დღითიდღე ძლიერდება და ჩინეთი მომავალში გახდება ალბათ ერთადერთი თუ არა ერთ-ერთი წამყვანი სამხედრო, ეკონომიკური და როგორც სოციალური სახელმწიფო მსოფლიოში. აი ხა მე რაღაც მინდა განახოთ რაღაცაზე. ნუ ეს სახმელეთო საზღვაო ძალებია თეთრ ფორმაში. და ერთი რაღაც კადრამდე მინდა მივიდეთ რა რომ ის განახოთ თქვენ. აი მეგობრებო, ამაზე ვსაუბრობდი. ეს არის რობოტები. რობოტი მგლები ასე ეწოდება. ნუ რობოტი ძაღლი მეგონა თავიდან, მაგრამ თურმე რობოტი მგელი ყოფილა ასე უწოდებენ, ხო? რომელიც არის ჩვეულებრივი ჯაშუშური ქსელის ერთ-ერთი წამყვანი ტექნოლოგიები ჩინეთში. აი მე განახებთ მე ვიდეო, სადაც ჩინეთში უკვე აქტიურად დაიწყო სპორტის ახალი სახეობის, ანუ რობოტების ორთაბრძოლების მოწყობა. ანუ არ მოგესმათ, მაგრამ ჩინეთში დაიწყო ახალი, ესე ვთქვათ, სპორტის სახეობა, ეს არის AI ტექნოლოგიები და რობოტები, როგორ მონაწილეობენ ღია ორთაბრძოლებში. და მას ფსონებს ჩამოდიან, შეუულებდა ტოტალიზატორი, როგორც ვთქვათ რა. და ნუ ეს იყო პირველად, იმიტომ რომ აქამდე ხა ჩვენ კი ვიცით, რომ ჩინეთს რა თქმა უნდა აქვს უკვე AI-ზე საკმაოდ ძალიან დიდი შესაძლებლობები და მათ შორის რობოტების ტექნოლოგიები განვითარებული, მაგრამ ესე პირდაპირ სამხედრო აღლუმზე მათი გამოყვანა იაპონიასთან გამარჯვების 80 წლის თავთან მიძღვნილ ამ ღონისძიებაზე, ეს არის მსოფლიოსთვის ახალი რამ, იმიტომ რომ ამერიკა, რომელსაც ასევე ანვითარებს ამ ტექნიკას, ჯერ არა აქვს მის სამხედრო აღლუმებზე გამოყენებული და არც ერთ სხვა ქვეყანას. ეს იყო ძალიან საინტერესო, რომ ამათ ნენელა მათ დანერგავენ როგორც ჯარისკაცებს, როგორც მოიერიშე დრონებს, როგორც შეულებრივი ჯაშუშურსკებს და ანუ რობოტები იქნებიან, რობოტები ნენელა ჩაანაცვლებენ ადამიანებს სამხედრო თავდაცვის სფეროში, ჩინეთში. აი ეს არის მეგობრებო, აი ნახეთ დრონი, ეს რობოტი მგლები და ნუ ეს გადამზიდი მისი ისა ერთგვარი პატარა მანქანა, რომელსაც გადაყავს ეს ყველაფერი რა. სიგიჟეა. აი ესეთი ის იყო. ვერც ვარჩევ ერთმანეთისგან ბიჭო. დააკორდით აი იცით ვინები მგონიან ესენი აი გახსოვთ კაუნტერში რო იყვნენ აი ბოტებს რო ჩაყარიდი რა და ყველას ერთნაირი სახე რო ქონდა. აი NPC-ები. აი ჩინელებს ხა უზარმაზარი რაოდენობა ყავთ ჯარისკაცების, ნუ ეს სხვა რამეა. მაგრამ ტექნოლოგიურად რა განვითარებულია ჩინეთი, კიდეც სხვა თემაა. და აი სახეზე რო ვაკვირდები ხა, ვითომეტეს ხო აზიელები გვარან, ანუ ჩინელები განსაკუთრებით. ანუ ვერაფერს განსხვავებას აი რობოტები მგონიან უკვე ადამიანები. ყველას აქვს აბსოლუტურად იდენტური სახე, დააკვირდით. იდენტური მოძრაობა, სინქრონული, ქრონომეტრაჟული, რავი, აბსოლუტურად ყველანი სიმეტრიით დაცული, ანუ აზიური კულტურა და აზიური მორჩილება და აზიური დისციპლინა კარგ ასიმილაციას გადის აზიურ მომავლის ტექნოლოგიებში. ანუ ძალიან რთული იქნება მომავალში აქტიური ადამიანი, ანუ არსებული ადამიანი გაარჩიო რობოტისგან, ოდ მართლა გეუბნები. ხო, აი ეს BBC-მ გამოაქვეყნა China military parade shows off robot wolves and massive missiles. აი ეს გამოაქვეყნა ბრიტანეთის თავარმა მედიამ, რაც იყო ძალიან ყურადსაღები მომენტი, რომ აი ამაზე გაამახვილეს. ანუ განა იმ ბალისტიკურ რაკეტებზე გაამახვილეს, რომ DF-300-ზე რომ მაგალითად შეუძლია მთელი დედამიწის რადიუსი დაფაროს 25 წუთში, ხო? არამედ აი ამ რობოტებზე იყო განსაზღვრო, რომ ეს როგორც გითხარით, ეს ხო პირველი მომენტი საერთოდ ისტორიაში, რომ რომელიმე ქვეყანამ ოფიციალურ სამხედრო აღლუმზე, ანუ განა საიდუმლოდ, განა მაგ კონფიდენციალურ პირდაპირ სამხედრო აღლუმზე გამოიყვანა საკუთარი რობოტები. ეს სიგიჟეა, მეგობრებო. ო, აი ესე გამოიყურებიან და ვინც ესე ნენელა განვითარდებიან, აპდეიტები ექნებათ, განახლებები ექნებათ, სისტემური განახლებები. გეუბნებით, აი რობოტები, აი ხო გაქვთ ტერმინატორი ნანახი ფილმი. აი ტერმინატორში როგორც ნემესისის პროგრამაა და რობოტები რომ მოპი, ხო, აი დაახლოებით ეგეთი რაღაც გველოდება მომავალში. ო, აი ეს ბალისტიკური რაკეტები.
არ ჩინეთი სერიოზული ძალაა, ხალხო რომ მართლა სერიოზული ძალაა. და 80,000-ზე მეტი ჩიტი გაუშვეს, მტრედი როგორც იცი 80,000-ზე მეტი, ხო? თუ არ მეშლია მაიცა. 80,000-ზე მტრედი და ბუშტი გაუშვესო, ხო არ ხადაობთ. ხოღა ტრამპი გამოვიდა და თქვა რომ ძალიან შესანიშნავი შთამბეჭდავი იყო მათი გამოსვლა, რა მე ვერაფერი საფრთხე მაგაში ვერ დავინახეო რა. I thought it was a beautiful ceremony. I thought it was very, very impressive. But I understood the reason they were doing it. მაგრამ ეს მისო მიზეზი რატომაც ისინი ამას აკეთებენო რა. They were hoping I was watching and მათ აქვს იმედი რომ ამას მე ამ ყველაფერს მე დავინახავდიო. და მე უყურებდი კიდევაცო. my relationship with all of them is very good. ჩემი ურთიერთობები ამ ყველა ლიდერთანო, პუტინთანო, კიმ ჩენ ინთანო, სი ძინპინთან და ძალიან კარგიაო ეხლა. ალიევიც იყო, სხვათა შორის ალიევი და ხო აი ჩინეთი ის არა, ირანის პრეზიდენტი ალიევი სხვათა შორის ძალიან მეგობრულად შეხვდნენ პუტინი და ალიევი, გამიკვირდა ცოტა სიმართლე გითხრათ, მაგრამ დიპლომატია ხო იცით ეხლა რა. შეიძლება რომ წავლენ კიდე გააგრძელონ ერთმანეთის მიმართ ბუქარები, მაგრამ ეს დიპლომატია და ეტიკეტი. How good it is over the next week or two. I think that we helped China very much. ანუ მე ვფიქრობ რომ ჩინეთს ჩვენ ძალიან დავეხმარეთ რომ ეს შვიდობა შევინარჩუნეთო რა. When they talk about freedom. როდესაც ის თავისუფლებაზე საუბრობენო. And maybe I'm wrong. და მე არ მჯერაო და შეიძლება მე ვცდებიო. მე მჯერა რომ მე შევცდიო. America that the United States was acknowledged. ამერიკა და ამერიკის შეერთებული შტატებიო იყო ინფორმირებულიო. თუ რო ვეხმარებოდი ჩვენ ჩინეთსო. რო გაიზარდა მისი თავისუფლება და მშვიდობა. Perhaps that was just that was a sleight of hand. I was very surprised. I watched the speech last night. გაყურებული ვიყავი და მისი სიტყვა მოვისმინეო. President Xi's a friend of mine. პრეზიდენტ სი ძინპინზე, რომელიც ჩემი მეგობარიო. But I thought that the United States should have been მაგრამ ჩემი აზრითო, აღარა ტრამპი და თამპალი პოლიტექნოლოგია, მაგრამ მის სიტყვაშია მადლობა ამერიკისთვისაც უნდა გადაიხადაო. აიდაოთ, აი ეს აი. და ჩვენ დავეხმარეთ. აი მართლა მაინტერესებს პუტინი ტრამპი რაში დაეხმარა ესე. ხო ნუ anyway არა საინტერესოა ძალიან მეგობრებო, ძალიან ბევრი ახალი რაღაცები ვნახეთ ჩვენ აქ. ასევე გარდა იმისა რომ ტექნოლოგიები ვიხილეთ ჩვენ და გარდა იმისა რომ ეს რაღაც რობოტები და ახალი ბალისტიკური რაკეტები აქ ჩვენი გაყურება განსაკუთრებით გამოიწვია აი თვითონ ამ ლიდერების ერთმანეთთან შეხვედრამ და ერთმანეთთან დაჯდომამ რა აი პუტინი ანუ აქ ანახეს სოფლიოს რომ ეს ზალა არის სოფლიოში რა რასაც მე ვლაპარაკობ აი სატელიტები ეს სექტორი ანუ ბრიქსის ძირითადად მოდი ესე ვთქვათ პუტინი, რუსეთი, ჩინეთი, ჩრდილოეთ კორეა, ირანი, რომ ეს არის რაღაც ზალა მსოფლიოში. ნუ ეს ანახეს რეალურად. ანუ ეხა ის ილუზიები, რომ ჩინეთს აწყობს რუსეთის დაშლა და ჩინეთი ხვალზე პირდაპირ იწარმოება რუსეთ-უკრაინის ომში, ჩინური ტექნოლოგიები, ჩინური იარაღი, ჩინური დრონები და ჩინური სხვადასხვა იარაღი ჩვეულებრივად ყიდულობს რუსეთი და ჩვეულებრივად არის სამხედრო ვაჭრობა მათ შორის, რომელიც არ შეჩერებულა საერთოდ, არანაირი სანქცია, არანაირი ესე ვთქვათ რაღაც დიპლომატიური ისინი არ ჩო. აი აბსოლუტურად ყველაფერში აქვს იდეალური ურთიერთობა. ანუ ეს არის ჩვენი სიგნალი რეალურად, რომ მარტო აქეთ ამერიკის შეერთებული შტატები არ ატრაკებს. და ეს იყო რეალურად, აი სი ძინპინი არის სხვათა შორის ძალიან კარგი, ესე ვთქვათ, დიპლომატი, მინდა ვთქვა, რომ ის არ ბლატაობს როგორც ამერიკის შეერთებული შტატები, მაგრამ ახდენს საკუთარი ძალის დემონსტრირებას. საკუთარი მოკავშირეებით, საკუთარი ტექნოლოგიებით და საკუთარი ამბიციებით. რა თქმა უნდა, ჩინეთს ექნება ამბიციები. რა თქმა უნდა, ჩინეთი გახდება კიდევ უფრო დიდი ძალა. და მე მოხარული ვარ ჩინეთთან, ჩვენ გვაქვს ესეთი ძალიან კარგი ურთიერთობები. ეხლა აქ გავრცელდა ისინი, რა ქვია, პროვოკაციული ისინი, რატო არ მიიწვია საქართველოს თავრობა და მე პირდაპირ რომს მიეწვიათ. საქართველოს თავრობა აქ არ უნდა შესულიყო. რატო? იმიტომ რომ ეს იქნებოდა დიპლომატიურად ძალიან მახინჯი მესიჯი მთელი მსოფლიოსთვის, რომ აქ იყოფებოდა პუტინი. პირდაპირ ვამბობ. რახან საქართველოს მიწები არ ოკუპირებული, ანუ მე არ თვლი რომ რაიმე მორალურად სწორი გამართლებული მიზეზი არსებობს, რომ საქართველოს თავრობა ჩასულიყო ჩინეთში და დამდგარიყო კიმ ჩენ ინის და პუტინის გვერდზე. იმის და მიუხედავად რომ მე ვემხრობი რუსეთთან დიალოგის აღდგენას, მაგრამ არა ამ ფორმატში. არა ამ ისე ვთქვათ ვიზუალში და ამ მაგალითად ამ შეხვედრაზე როგორც ეს იყო. ნუ ახლა საქართველოში ბევრი ყბედია, რომელიც აი გამოვიდა, ჩინეთი თუ ჩვენი მეგობარია, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა უეჭველი არ ნიშნავს ყველგან ესწრები. სტრატეგიული პარტნიორობა უეჭველი არ ნიშნავს იმას, რომ შენ ყველგან მიგიწევენ.
ჯერ ეგერთი ეს იყო იაპონიასთან გამარჯვება. ანუ მეორე ეს იყო 2 და 4 სექტემბერს დასრულებული ისა რა ქვია სამხედრო კონფლიქტი მეორე მსოფლიო ომში. ეს ფაშისტური გერმანიის დამარცხების შემდგომ არსებულ პროცესებზეა საუბარი. ნუ საქართველოს აქ არაფერ შუაში არა, მინდა გითხრათ, აი საერთოდ ისტორიულადაც რო შევხედოთ. ეხლა ისტორიულად ბერლინის აღებაში რა თქმა უნდა 300,000 ქართველი დაეცა და უზარმაზარი მსხვერპლი გავიღეთ, მაგრამ აი ეს ვაფშე სხვა ფორმატია. ანუ აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ, რომ მიეწვიათ საქართველოს თავრობა აქ მათ ჩასulis არანაირი მორალურად გამართლებული უფლება არ ქონდათ და ძალიან სწორადაც მოიქცნენ. მე მემხრობი რუსეთთან დიალოგის აღდგენას, მაგრამ არ ამ ფორმატში. ვნახოთ სხვა ფორმატები, ვნახოთ სხვა შესაძლებლობები და სხვა ისინი, რა ქვია, დერეფნები, რაც ჩვენ საშუალებას მოგცემს კომუნიკაცია აღვადგინოთ. მაგრამ ის რომ ეხა პუტინს დაუდგე გვერდზე სამხედრო აღლუმის დროს რო შენ როგორც ესე ოკუპირებული ტერიტორიების მქონე ქვეყანა ეს დიპლომატიურად არაა გამართული. დიპლომატიურად არ არის ხლებით გამართული. ამაზე მაქვს მე საუბარი. ამიტომ მე ძალიან კარგად უნდა ვიცოდეთ პოლიტიკაში რა არის დიპლომატიურად სწორი ნაბიჯი და რა არის პოლიტიკურად სწორად გადადგმული ნაბიჯი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ასე რომ ეხა რავი მე შევაფასებდი რომ ჩინეთი ძალიან სწორად მოიქცა რომ ეს ყველაფერი გამოიტანა. აი ჩვენ ვნახეთ ახალი რაკეტების მასიური რაოდენობა. ასე ვნახეთ ჩვენ ნანოტექნოლოგიები, სადაც რობოტები ვნახეთ პირველად ისტორიის სამხედრო აღლუმში. და მე კიდევ ერთხელ გავანებით, თქვენ წარმოდგენა არ გაქვთ ხალხო, აი ჩაწერეთ უბრალოდ China Next Generation Future. YouTube-ზე ჩაწერეთ. აი ღვანზო, პეკინი, სხვადასხვა ქალაქებია, მომავალ 100 წლით იქით არიან. გეუნებით. ანუ 100 წლით იქ ცხოვრობენ. 500,000 ის არა, ბოდიში 500 კილომეტრი ისა რა ქვია, საათი თუ მილებში იყო, არ მახსოვს, წარმოუდგენელი სისწრაფით გადაადგილდებოდა მათი მატარებელი. სტრაფმავალი მატარებელი. 500 კილომეტრს გადიოდა დაახლოებით საათში. რაღაც წარმოუდგენელ ტექნოლოგიებში არიან რა გასულები. და ესეთ ქვეყანასთან, რომელსაც ესე განვითარებული აქვს წარმოება და მთელი მსოფლიო მასზეა ჩამოკიდებული, ხო? ანუ ძალიან რთულია დღეს შენ აუარო გვერდი და ქართული ლიბერალური მედია რო გამოდის და ჩინეთის კომუნისტურმა მთავრობამ ჩინეთის ნეტა ეგეთი როგორც ჩინეთი კომუნისტია, ნეტა ეგეთი კომუნისტი იყოს ყველა აბსოლუტურად. წარმოებაში ნომერ პირველი არიან, ტექნოლოგიებში ნომერ პირველი არიან და რა ვიცი, ადამიანთა რაოდენობაზე და ეხა ტურიზმი და იმაზე რა სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა და რაღაც 2500 წელს რო ცხოვრობენ მომავალში, ეს ავიწყდებათ? ანუ ეს არის უბრალოდ დემაგოგია რეალურად. ჩინეთთან აუცილებელია ურთიერთობები, ჩინეთთან უნდა ქონდეს დალაგებული და მე მიხარია რომ აი ამ ანაკლის სპორტის თემებში, რომელიც ადრე თუ გიან, როდესაც მოგვარდება, რომ ჩინეთს აქვს საკუთარი წელი პასუხისმგებლობა აღებული, რომელიც იქნება ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის. რადგანაც ჩვენთვის თუ ჩინეთი იქნება ესე ვთქვათ გარანტი და მათ შორის არაბული ინვესტიციები, რომელიც საქართველოში განხორციელდა, რომელიც ასევე ძალიან კარგი, ესე ვთქვათ, მესიჯის არის, რომ ეს იმას ნიშნავს, რომ ომი აქ არ დაიწყება, ეს მოხარული ვარ ამ ყველაფერი, და ეს უნდა იყოს ლიმიტირებული, ეს ყველაფერი უნდა იყოს რეგულირებული, რომ მასიურად არ შემოვიდნენ უცხო ქვეყნის ტომელები საქართველოში. თორე ის, რომ საქართველოს 21 საუკუნეში ეს სატრანზიტო და სავაჭრო დერეფნები უნდა გამოიყენოს, ეს ამაზე დგას ჩვენი უსაფრთხოება, თორე მე არც ბირთვული რაკეტა მაქვს, არც მოიერიშე დრონები, არც რობოტებს ვფლობ და საერთოდ არაფერს არ ვფლობ. აი მე ერთ ვიდეოს გადავიღებ აი საქართველოს მომავალს უსაფრთხოებაში მე როგორ ხედავ და ნუ ამ აქ მე ჩემს ავანსებს ჩამოდივარ დაზორვაზე და აგენტების ზრდაზე ჩვენთვის მთავარი გასაღები და სავიზიტო ბარათი უნდა იყოს სოფლიოში არსებული ქართული დიასპორა და ლობი და ჩვენ უნდა გავზარდოთ ძლიერი აგენტები რომლებიც ესე თქვათ საქართველოს ინტერესებს დაიცავენ საერთაშორისო ასპარესზე. ანუ დაზვერვისა და აგენტურული ქსელი საქართველოში არის კოლოსალურად მნიშვნელოვანი, ამაზე ცალკე ვიდეოს თქვენ შეგიძლიათ. მე ხა მეგობრებო, ვიდეოს ბოლოს თქვენი აზრი დაწერეთ ამასთან მიმართებაში, რა დასკვნა გამოიტანეთ, რა მოლოდინები გაქვთ ამ ყველაფერთან, რა აჩვენა და რისის დემონსტრირება მოახდინა ჩინეთმა ამით და ზოგადად რა რეაქცია იქნება ამასთან მიმართებაში ამერიკის შეერთებულ შტატებს და როგორი იქნება ჩინეთის სამხედრო პოლიტიკური მომავალი მომდევნო 100 წელიწადში. დაწერეთ აბლა კომენტარებში და ლაიქეთ ვიდეო, გამოიწერთ არხი და გაუზიარეთ მეგობრებს. დროებით.